ესე იგი ჩაის კრეფა იწყება დილიდან, დილას 8 საათზე ქალბატონები მოდიან და დღის ბოლომდე გრძელდება. როდესაც ჩაიკრიფება ხელით, უკრებთ სამფოთოლს, რომელიც იყრება სპეციალურ გოდორში და ამ გოდრებით უკვე გადაგვაქვს ჩაის საწარმოში, სადაც უკვე იქ ხდება ჩაის დამზადება. ანუ ეს კლიმატი და ეს რეგიონი ხელს უწყობს გურიაში ჩაის წარმოებას და ჩვენ კიდე რაც უნდა აღვნიშნო, რომ არ გვჭირდება დამატებით ჰერბიციდების და პესტიციდების გამოყენება მწერების გამო, რადგან აქ არის ეს დიდი ზამთარი, თოვლი და უკვე ეს ხელს უწყობს იმისთვის, რომ მწერებს გავუმკლავდეთ მოკლედ ბუნებრივი რესურსებით და არა რამე დანამატებით. მოკლედ მე მოხდა რომ ყველა პლანტაცია, აბსოლუტურად ყველა პლანტაცია გაველურდა, ყველა უზარმაზარი საწარმოები დაინგრა და ადამიანებმა დაიწყო ფიქრი, რითი შეეცვალა ჩაი, იმიტომ რომ ჩაი აღარ დარჩა მომგებიანი და დაიწყეს ფიქრი თუ ეპოვათ სხვა მომგებიანი კულტურა, პირობითად მოცვი ან თხილი და ყველამ დაიწყო ამ ჩაის ამოძირკვა. თუმცა საქართველოში ჩაის აქვს 6 თვიანი ვეგეტაციის პერიოდი, ჩაის სეზონს ვეძახით 6 თვე, აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით, თუმცა დარჩენილი 6 თვე ჩაის აქვს მოსვენებისთვის, როცა მას შეუძლია მოაგროვოს შაქრები, მიკრო და მაკრო ელემენტები, რითიც ემზადება მომავალი ვეგეტაციისთვის და სწორედ ამიტომა ქართული ჩაი შედარებით უფრო ტკბილი, ვიდრე სხვა ჩაი. I've been personally surprised by the blueberry tea. I discovered it's made with blueberry leaves mostly, and well, it's very good taste. C'est vrai, on consomme beaucoup de thé, on ne consomme que du thé à la maison. Et là, c'était vraiment très intéressant d'avoir le thé noir et surtout de savoir combien de temps il fallait laisser infuser les différentes catégories de thé parce que ça changeait tout. We're basically developing from 2006 what Georgian tea should look like, why it's special, and we are using our climate and our terroir and taste to distinguish it. We are not trying to make Chinese tea or Indian tea, we're trying to make Georgian tea and define it.